კახეთის რეგიონულ გათამაშებაში გურჯაანის საფეხბურთო გუნდებმა წარმატებას მიაღწიეს. ადგილობრივი სპორტული გაერთიანების მწვრთნელის ნოდარ ბოხაშვილის განმარტებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარგზავნილებმა შარშანდელის მსგავსად პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. 9 ნოემბერს სტარტს აიღებს ნორჩფეხბურთელი და ტრადიციული ტურნირი, სადაც გურჯაანიდან 2 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სულ ახლახან დამთავრდა ჩემპიონატი, კახეთის ჩემპიონატი ფეხბურთში. 13 წლებში დაბადებული ბავშვებს შორის, სადაც მიიღეს მონაწილეობა და ძალიან კარგი შედეგი დადეს ბავშვებმა. პირველი ადგილი აიღო ერთმა გუნდმა, მეორე ადგილი მეორე გუნდმა და ეხლა სულ ახლახან 9 რიცხვში ტარდება ტურნირი. ამისულაშვილის განთქმული ფეხბურთელი იყო, თუ გახსოვთ, თელაველი იყო, ეს კარგი მოთამაშე იყო. იმის სახელობის ტურნირი ტარდება, სადაც მივიღეთ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი ჩატარდება ყვარელში, სადაც მონაწილეობას იღებს 12 გუნდი და ამ ტურნირებში იღებს მონაწილეობა ჩვენი გუნდი, 2 გუნდი მიიღეს მონაწილეობას. ჩვენი ბარნაბიშვილი გიასი, ჩემი გუნდი მიიღეს მონაწილეობას და ველოდებით აქედანაც რომ კარგი შედეგს დადებენ ბავშვები. ვარჯიშები მიმდინარეობს, რაც შეეხება ფეხბურთს, ვარჯიშები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. გვაქვს შესანიშნავი სტადიონი გაგვიკეთეს, აი ეს სტადიონი თუ ხედავთ, აი კადრში ჩანს ალბათ და 3 გუნდი ვარჯიშობს ამას. გაყოფილი ვართ, რა თქმა უნდა, ბიჭები, ჩვენი მწვრთნელები, გვაქვს დრო და ამ დროში ვეტევით ისე რომ ერთმანეთს არ უხსნეს ხელ და არიან ძალიან პერსპექტიული ბავშვები, რომლებიც მოხდებიან თბილისის აკადემიაში, შემდეგ მე მგონია უფრო შორეს სწავლენ და თამაშობენ კარგ ფეხბურთს.